მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კარგი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია და უბრალოდ იშვიათად თუ ვაკეთებ ხოლმე რაღაც ისეთ ამ ბოლო დროს დაკავებული ვარ და ისეთ პრობლემებზე თუ ვაკეთებ ჩარტვებს, ანუ მასიური სახე არა აქვს ამას და თუ ესე იგი ძალიან აქტუალური არ გახდა, ესე იგი რამე საკითხი ვცდილობ, რომ ესე იგი ჩემი საქმე ვაკეთო და მაინც და მაინც ამ ჩარტვებზე ხო, რასაც ესე იგი კიდე მინდოდა მე თქვა ვარ და მავიწყდეს წინა ვიდეოებში რაღაცნაირად ესე იმდენად ვიყავი აღელვებული და ვიბილწ სიტყვავე ბოდიშს გიხდით უამრავი საზოგადოება უყურებს ამას და რაც არ უნდა წყობიდან გამოვიდეთ მაინც ჩვენ თვითონ ჩვენი კულტურა და ის უნდა შევინარჩუნოთ დიდი ნერვების ფასად იქნება თუ რის ფასად იქნება მაინც უნდა ვეცადოთ რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ეხლა დღეს რას მინდა რომ შევეხურა საკითხს ესე იგი ნებისმიერი ინტერნეტ სივრცეა თუ საიტებია თუ ესე იგი სოციალური ქსელია თუ YouTube-ია თუ სად არის, ესე იგი სადაც არ უნდა იყოს, ესე იგი გთხოვთ ყველას, ესე იგი ძვირფასო ქართველებო და თანამემამულენო. ესე იგი, როდესაც nicknames, რასაც ვეძახით, სახელი, ვინც აქვეყნებს ინფორმაციას, არ არის ბოლომდე დასრულებული და არაფერს გეუნება. აწერია ხუიოვა ვიღაცა რაღაცა და ციფრები და რაღაცები. არ აწერია სახელი, არ აწერია გვარი, არ აწერია ვინ არის, რას წარმოადგენს, არ ებმევა მას თავისი გვერდი, ანუ ან YouTube, ან Facebook-ი, ან Messenger-ი, ან WhatsApp-ი, ან რაღაც ისეთი უნდა იყოს, რითაც ამ ადამიანის შესახებ გაიგებთ ინფორმაციას. არის უამრავი ბოტი, უამრავი ტროლი, უამრავი, რა ვიცი, 1000 შემოხეტებული და ნაძირალები. მესამე კლიენტმა დამირეკა უკვე დღეს, რომ რაღაცა, ესე იგი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აძლევენ ინსტრუქციებს, აძლევენ რაღაც ისეთ ბლა 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 და რაღაცა და ესე იგი, დროსაც აკარგიებენ, იპირიებენ ამ ხალხს ტყვილა და მოდიალობენ რაღაცას და ესე იგი, ჩამიყარეთ კლიენტები მყავს, ეს ამყავს, ის ამყავს, როდესაც ქართველი უნდა იყოს ან ძაზე, ან შვილზე, ან იაზე უნდა მთავრდებოდეს, კაცო მე გასწავლოთ გვარი და სახელი უნდა იკითხებოდეს, ვის აძლევთ ამ ინფორმაციას, ვისთვის აძლევთ, გაერკვიეთ ჯერ თქვენ კაი ხალხო, უბრალოდ რა ხდება იცით, ამით თქვენ აფუჭებთ ესე იგი ბაზარზე თქვენივე საქმეს, რომ ესე იგი იცის ძაღლმა, ხორმა, იმან, ამან ყველამ ეს ინფორმაცია და ვითომ ესე იგი ზეპირად იციან ამ საკადასტრო კოდს, კითხულობს სულ ყველა საკადასტრო კოდს კი არა მივდივარ და იქ მიწა იმდენად ის არის, რა ქვია, რთულად წარმოსადგენელი და აღსაქმელი არის, უნდა ნახო იქ რელიეფი, მდებარეობა, უნდა ნახო ყველანაირად შეამოწმო კომუნიკაციები, თხემი, გორაკი, გვერდი და უამრავი ნიუანსი აქვს, როგორი ხედებია, გზა როგორია, საკადასტრო კოდით გაყიდული რაღაცა გინახია თქვენ კაი ხალხო, ესე იგი ელემენტარულად რანაირები ვართ ეს მოკლედ ქართველები, ესე ჩვენი არ გვესმის სხვისი, არ გვინდა ვისწავლოთ, არ შეიძლება ესე რა. თქვენ თვითონვე დაუკვირდით კარგად ვის აძლევთ ამ ინფორმაციას, რისთვის აძლევთ ამ ინფორმაციას, მერე უწერი ადამიანს რომ კაი თუ გინდა რაღაცა იყოს ისეთი მოთხოვნა რომ ვეძებ $3, $5 და უწერთ 30 და 50 დოლარიან რაღაცებს. რისთვის არ ვიცი რა, ელემენტარულად რა სიამოვნებას ნახულობთ ამაში. უნდა იკითხებოდეს კიდევ და კიდევ, აი რასაც მაინც და მაინც ესე იგი რადგან მე ვარ ესე და ჩემი ყველაფერი ინფორმაცია მიბმულია ჩემს სახელზე და გვარზე, ამისთვის კი არ ვამბობ, უბრალოდ უნდა იკითხებოდეს
სახელი, გვარი, რას წარმოადგენს, რა გამოცდილება აქვს, ყველაფერი მიბმული უნდა იყოს და უნდა Google-დანაც, უნდა Facebook-დანაც, ნებისმიერი სოციალურ ქსელში უნდა იყოს გახსნილი ეს, რომ სააგენტო რო აქვს და რაღაცას რო წარმოადგენს, ხომ? უნდა გქონდეს თავის კლიენტების, მომსახურების ის კომენტარებია თუ შეფასებებია თუ ათასნაირი რაღაცა რითაც შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ ეს ნამდვილად წესიერი ხალხია. უამრავი მანიპულირებები ხდება მე ამ საბანკო სისტემიდან და ამ WhatsApp-იდან და იმიდან რო არ დაკარგოთ ის ანგარიშის ნომერი არ უნდა მისცე არავის, არც პირადობა ისა ეს ყველაფერი მე უნდა გარიგოთ და გასწავლოთ, კაცო, თქვენი ინტერესებში არ შედის, რომ საქმიან და წესიერ ხალხთან იურთიერთოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ყველას ღმერთმა წარმატებები მოგცეთ და რა ვიცი, ღმერთმა ყველა ჩვენს ქართველს მისცეს ხეირი.